ერთ ზაფხულს ძალიან შემიყვარდა ნაყინი. ყოველდღე ვჭამდი და საზაფხულო რომანს დაემსგავსა. ერთ დილას გავიღვიძე და შევამჩნიე, რომ ძალიან გავსუქებულ ვარ, მაგრამ ნაყინთან დაშორება არანაირად არ მინდოდა. მე შენ არასდროს არ მიგატოვებ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყოველდღიურად მერბინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირ შედეგს ვერ მივახციე, იმიტომ რომ პრობლემა მხოლოდ ნაყინში იყო. არსებობს უამრავი დიეტები და ვარჯიშები იმისათვის, რომ გამოვაშროთ ცხიმები, მაგრამ დღეს მე მოგცემთ 5 საუკეთესო რჩევას, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ფიზიკური ვარჯიში არ მოგცემთ არანაირ შედეგს შესაბამისი კვების გარეშე. 70% ცხიმის მომატებას იწვევს, როგორც თქვენ ფიქრობთ, არა ცხიმოვანი პროდუქტები, არამედ გლუკოზა, რომელსაც შეიცავს უბრალო ნახშირწყლები. პირველ რიგში უნდა თქვათ უარი ყველანაირ ცომეულზე, ტკბილელობაზე და ასევე სასმელებზე. თვითონ შეამჩნევთ, როგორ შეიძლება თქვენი სხეული 1-2 თვის განმავლობაში. გადაანაწილებთ თქვენი სტანდარტული კვების რაციონი რამოდენიმე პორციად. რაც უფრო ხშირად და ცოტა შეჭამთ, მით უფრო ნაკლებად გამოიმუშავება ინსულინი, ანუ ყველაზე ძლიერი ჰორმონი, რომელიც პირველი მტერია მათთვის, ვისაც წონის დაკლება უნდა. Hey bro, თუ თქვენ ვარჯიშობთ ფიტნეს დარბაზში, არ დაგენანოთ ფული და პირველ ეტაპზე მაინც აიყვანეთ პერსონალური ტრენერი. იმიტომ რომ ნებისმიერი ტრენერი უფრო კომპეტენტურია ვიდრე ჩვენი ზოგიერთი დიეტოლოგები. დიეტოლოგო, თუნდლები მინდა რომ გავიხტონო. აჰა, ესე იგი დიეტა. Хорошо. ჩაიწერება. აჰა. მოხარშული სოსისი? რაო? კარტოფილი, კარტოშკა კარა. და თევზი. შემწვარი თუ მოხარშული? შემოვლინი კაცო, კარტოშკასთან მაგარია. რაო? მაგრამ სასაცილო არ ამგონია რამე ყოფილი. რამდენი უნდა გადავიხადო? რამდენი და 160 ლარი. როგორც უკვე გითხარით, დიეტის მთავარი მტერი უბრალო ნახშირწყლებია. ამიტომ თქვენი რაციონის მთავარი საფუძველი უნდა იყოს აგებული რთულ ნახშირწყლებზე, ანუ მარცვლეულებზე. უფრო სასარგებლო ნახშირწყლები მუქი ფერის მარცვლებშია. მით უმეტეს, ასეთ ნახშირწყლებს უფრო დიდ ხანს ითვისებს ორგანიზმი, რის გამოც შიმშილის გრძნობა გვიან გეუფლებათ. ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტი დიეტისთვის არის ცილები. საინტერესო ფაქტი: 1 გრამი ცილა და 1 გრამი ნახშირწყალი შეიცავს თანაბარ კალორიას. თუმცა ნახშირწყლების პროცენტობა ნახშირწყლოვან პროდუქტებში 60%-ია. მაშინ როცა ცილოვან პროდუქტებში ცილები მხოლოდ 15-ია. ამიტომ ცილოვანი პროდუქტები ითვლება ყველაზე დაბალკალორიულად. ამგვარად, თუ ცილოვანი პროდუქტებით ჩაანაცვლეთ თქვენი რაციონის ნახშირწყლოვან პროდუქტებს, თქვენი წონა აუცილებლად დაიწყებს მაქსიმალურად კლებას. სულაც ეს იყო, მაგრამ თუ მაინც ვერ გაერკვიეთ, ან არ გაქვთ რომ თვითონ შეადგინოთ სავარჯიშო პროგრამა და კვების რაციონი, შეგიძლიათ მომმართოთ მე. თქვენთან კი იყო კაპიტან ბონდო, ჯო ფიტმენი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს. ველოდებით თქვენს კომენტარებს.